ალბათ ამას პასუხის გაცემაც არ უნდა, მაგრამ მაინც გავწევ, ვინმე არ დაბრკოლდეს ვირუსივით გავცელდა ეს ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მღვდელი ლაპარაკობს, რომ 30 წელია არ ულოცია და მას არ ჭირდება ლოცვა და თურმე უფალო შეგვიწყალეც არ უთქვია, არც იესოს ლოცვა უნდა მას, არ ჭირდება და იმიტომ რომ წიგნს კითხულობს. წიგნის კითხვა რომ ადამიანს აცხონებდეს, ლევან ბერძენიშვილი წმინდანად იქნებოდა შერაცხილი. იმდენი აქვს წაკითხული, მაგრამ სარგებელი მას ამ წიგნებმა არაფერი არ მოუტანა. წიგნის კითხვა რომ ადამიანს აცხონებდეს, არიოზი და ორიგენე მწვალებლები არ იქნებოდნენ. მე წიგნის კითხვას კი არ უარყოფ, ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ ლოცვა არის უპირველესი, რაც ადამიანის გულს მოალბობს ღვთის სიტყვის მისაღებად. ლოცვის გარეშე ცხონება არ არსებობს. იქ ისეთ რამეს ამბობს, რომ ეს მღვდლებიო დილის და საღამოს ლოცვებს ავალებენო ადამიანებს. მე არ მithქვია 30 წელია. თუ შედეგი კი ეთყობა ამ ადამიანს სამწუხაროდ ამ ყველაფრის, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო თემა არ არის.